2008 წელი 12 აგვისტო იმ ღამეს გარდაუცვალა. დაციკო! იქაურება ნებისმიერ ბობს გაუძლებს, ასე რომ კარგად იქნება. ეხლა ცოტა ხნით შევისმინოთ და მერე დედას შევხვდით. დედიკო, ფეხშეჩმერები დაუკარგე. უკეთეს გიყიდი. ფული მეცი მაგუში. მოიც. აი? ეს ხო ღილია. გაუბერე, რა ღილი, შეგე ფული. Oh, I see. Moment. ესე იგი ასეთი ყოფილა შავი წვიმა. წამოდასკო, წავიდეთ. ყველაფერი განადგურდა. ჩვენი შახლით დაიჭო? როგორც ჩანს, კი. ახლა რა უნდა ვქნა? მამიკო მტრებს აუცილებლად აფასებინებს. ყველაფერი განადგურებული იყო. ყველაფერი დამწვარი და შავი იყო. ჯარისკაცებს ვიღაც ძინარე ადამიანები გადაყავდათ. ვიღაცები ყვიროდნენ, ზოგი შველაში თხოვდა, ზოგი უბრალოდ ყვიროდა და ზოგი დედიკოს შეძებდა. ბავშვები აღწერდნენ, როგორც შიოდა ციდან ვარსკვლავები. რა ლამაზი იქნებოდა. მე ვიღაცა კაცი მოვიდა და გვითხრა სკოლაში წადით და თავი იქ შეაფარეთო. ჩვენ სკოლაში წავედით და მე დაჩიკო კითხე. დაჩიკო, დედიკო სად არის მეთქი? დედიკო მითხრა არ ვიციო. სკოლაში ვარ. დაჩიკო! დედიკო სად არის? იქით არისო მითხრეს. შენ წადი თამაში, მე დედას ვნახავ. შენ მოიყვა? ხო. სკოლაში რომ მივედით, ძალიან ბევრი ხალხი იყო. ყველა მოწყენილი, ყველა უბედური, ყველა ტიროდა. გაგსინჯეს ყველანი. დასიკოს უთხარი ბავშვებთან ერთად ეთამაშა. მე გავიქეცი დედაჩვენის მოსაძებად. ჯარისკაცმა გზა გამიკლია. გზაში დედაჩემის ბეჭედი მომწა და მკითხა. მას ეკუთვნოდა თუ არა. ერთხელ გადავყავდი და უპასუხე. შემიყვანეს ოთახში, სადაც დედაჩემი იცვა. მას ეძინა.
შვიდად და თბილად. მთლიანად გადახვეული იყო, მხოლოდ პირი და ცხვირი უჩანდა. ექიმს ვთხოვე, რომ წამლები მიეც, რადგან სუსტი გული აქვს და ვერ გაუძლებს ამ მდგომარეობას. მან მითხრა, რომ საავადმყოფოში გადაიყვანენ. ტასიკოს რა ვუთხრა? მამიკოს რა ვუთხრა? დედა, როგორ ხარ? ჩვენს კარგად ხარ? არა, არ ინერვიულო, ტასიკოს კარგადაა. დედა, ხომ არ გავაკეთდები? ეს მეჩეთი საფულეში შეენებს, ხილებთან ერთად. კარგი, არ დაკარგე. დედიკო, ცოტათი ავარდა, მაგრამ მალე გავაკეთდები. და სად არის? საავადმყოფოში. დღეს სკოლაში გავჩერდე. ხოლმე ბიცოლს მწავდი. დაჩიკო. ეს ამდენი ხალხი რომ ჩუდათ არის რა სჭირდა? ზოგს რა. და სკოლაში რატომ არიან? იმიტომ რომ საავადმყოფოები საოცრია და სკოლებში აწვანენ პაციენტებს. და დაჩიკო. ეს ამდენი ხალხი რომ მოჭყენილია რატო? ზოგი რატომ? რატო? დასიკო, ომია. ზოგს დედა უყვება, ზოგს მამა. ზოგი სახლს კარგავს, როგორც ჩვენ. ზოგს საჭმელი არ აქვს. ამიტომ მოწყენილები არიან. და დედიკოც მოწყენილია? არა, რატომ? დედას ხო ჩვენ ვყავართ. ხო, დედას ჩვენ ვყავართ. მაგრამ მე ვერ ვნახულობ დედიკოს. დასიკო, ნახავ. ხო და მოვიწყენ. რატომ და მოიწყინო? იმიტომ რომ შენ ხო თქვი ჟოგი რატო, მეც ჟოგი რატო ვარ. კარგი დასიკო. არ შევაწუხოთ ხალხი. ისედაც ცუდად არიან. წავიდით ჩვენთვის, პატარა ლოგინი გაამზადეს და დავიძინო. ხოლმე ბიცოლსთან წავალთ. დასიკო, რა გჭირს? მაჩადე მოჭყენილია. წამოდი. კანფეტებსაც მოგცე. ხო? კი. ცოტა ჩუმოა. შეწუხდა ბიცოლა. გამომართვეს, ჭამე. დაჩიკო. დედიკო, კიდე ჩუდად არის? კი. დაჩიკო. წავიდეთ რა. დედიკოსთან წავიდეთ. დაჩიკო, მომენატრა დედიკო. ვერ ვიძინებე დედიკოს გარეშე და შუნით დამავიწყდა. დედიკო, ჯამიღვანე დედიკოს. დედიკო, ესე არ მომჯობდა. ჩემს რა უთხრა? დედიკო გარდაიცვალა. დასიკო!
საფონეში დააბრუნე. დათიკო, ნახე ბესმები მაჩქო. გალამაზია. არ დაკარგო. არა, მიყურე, გაიწე. ამ ყველაფრის მე ფეხები საერთოდ არ მტკივა. დათიკო. როდის წავალ სახლში? მithვალასთან არ მომწონს. სკოლა დამწვარა. თავშესაფრების გადავსებულია. წასასვლელი აქ არსად გვაქვს. აქ გვიწევს გაშერება. ამბობენ სიტუაცია უფრო და უფრო იძაბებაო. საჭმლის შაუნას გართულებულია. დავა და მამ არ პასუხობს. რა? არაფერი. ეს გამომართი და იქ გაშერება. აიგი. მე წავალ ფიქსოლასთან დაველაპარაკე და მოვალ. შენ დაწევი. დასიკო. ხო. დათიკო. აუ გავიდეთ გარეთ ვიბინოთ რა. აუ დასიკო ხამეა. აუ მე რა ხამე ვერ ვიბენ. გავიბინოთ. აუ დათიკო ვერ შენებენ ფეხში ვერები. დასიკო არა. დათიკო ურე. ხო. წამოთ. ჩაი. მოიქურე. ხო ისე წავიდე. დაიდი. დათიკო. ეს რა არის? შისინათელა. აუ შეიძლება შევეხო. კი უბრალოდ ძალიან არ მომჭირო. დათიკო რატომ ჩახრა? ხომ გითხარი მაგრამ არ მომჭირო. ურა ცუდი სუნები აქვს. რატომ ჩახრა? აი. რამდენია?
გამეჭამდა და გამეჭყრიტა. ხო, რა ჩემბრალია. იცი ბევრი რომ ეჭამა უფრო ძლიერი იქნებოდა და ვერ გამეჭყრიტებოდა. ხო მართალია. ვერ გამეჭყრიტებოდა. თითი, ნაგი. კაცექი. კანი. აში. ეს გამოვარ. ხო დაიცი. ბოსნეულის ბაღები. რამო? აგე ჩიტები. ჩიტები? მაიჩ, ჩიჩინათელები. ვერ ხედავ. რატომ? იმიტომ რომ დღისიც ძინავთ. რა დებილები არა დღისიც ძინების გავგიათ. რატო ძინავთ? რატო ისგვაში ჩავიდეთ რა? წამოდი გაიგონე ჩავიდეთ. გაიგონე მუსიკო. რატოდ გადავიქეცი და ახლა შეგჭამ. წავედი ვიცოლა გეძახის. დათიკო მოდი რა მაგარი სიზმარი მოგიყვეთ. დათიკო იცი რა დამესიზმრა. და ჩვენ წავედით ზღვაზე. იქ იყო ბოსტნეულის ბაღები და ჩიტები იყო. და იცი რა? ჩიჩინადელები არ იყვნენ. ეჩინა თუ შენ მითხარი დღეს ინჯირის გავგია. რატომ რომ მე მესიზმრება რა არის? მოიჩ დღეს უკვე არ აღდგეთ რომ იშარი. მე ზღვაში ჩავედით. გავქეცი და შენ დათვა და გადაიქეცი. გამომეკიდე, მაგრამ დებილი დათვიყავი და ვერაფერს ვერ დამიჭირე. ხო, მარტო ვერ დამიჭირე. მე იქ უხაცა ზეძნა წყალში. შენ კიდე წამომიყვანე და
მითხარი რომ ზაფხულშიო ჩვენ ჩურას გასწავლიო და დათქო მშია გამომო ისე ჩუდა დარი? კი. რატო? დადიკო. ისე ვარ წავალ დედიკო ის და დადიკო. ესე არ მოწონს დადიკო წავიდე დედიკო. გეღვეჭები დედიკო. აი დამშვი ბას. დადიკო გეღვეჭები დედიკო დამმინდა დადიკო. ჯამი ყვანე Jammy one, did go to Jammy one. Jammy. და ჩვენი სტანციასველი 15 კილოსიმინში რომ გადავცვალეთ. დასიკომ ბევრი იტირა. ძლივს დავაწყნარეთ. არ უნდა რომ დედა სტანციასველი 15 კილოსიმინში გადაგვეცვალა, მაგრამ საჭმელი გჭირდება. სხვა გზა არ იყო. პიცოლომ გვითხრა რომ ეს მისი სიმინდი იყო და ჩვენ ზედმეც ვითხოვით. ისიც თქვა რომ თავზე დავაჭექით და შევაწუხეთ. გვითხრა რომ მოგვეძებნა სხვა შორეული დასასავები. და იქ წავს ვიყავით. ორი ობოლი ბავშვი არავის უნდა ახლა ამ პერიოდში. დედას ბანკში ცოტა ფული ყოდა შენახული. ეს იმედია რომ მე და დასიკო დამოუკიდებელ კარგ ცხოვრებას შევუძლებთ. წინა ღამეს დასიკომ ბევრი იტირა. პიცოლამ შეწუხდა და შენიშნა მოგცა. ბავშვობაში ერთ გამოქვაბულში ვიმალებოდით ხოლმე. ამ ღამეს მე და ჩემი დაც გამოქვაბულს მივადექით. გამოქვაბულში ვართ. დადიკო წავიდეთ სახლში. არ მოგწონს ყოველი. სახლი არ გვაქვს. დაიწყო. იცი რა? ეს შეიძლება ჩვენი სახლი იყოს. აქ არავინ მოდის, განძლე ადგილია. და რასაც მინდა იმას ვიზამთ. შეგდავში წამოვიყვანო? რა თქმა უნდა. რომ მაგარია, რა მაგარია სახლი გვაქვს.
წინა მხოლოდ პას ვერ ხედავ? რა მაგარია? შაჟრო რა მაგარია მეგრება? კი. აუ დედიკო რა მაგარია? შენ გაბანა. ეს გამომართ. ეს საიდან გაქვს? მე ზოგადად ერთი კაცია. მის გაგვიყიდე დედას ფულით. ნერწყვი მომადა. ეს ძალიან მშვიდა. ბაყაყს ხედავ? ალა. გავიგე რომ ბაყაყების ჭაღაც შეიძლება. მართლა? გემრიელი არისო. ოღონდ უნდა შეწვა. ოღარშული არა. კარგი. აუ დაჭიკო. კვერი ჯაგრიში დამჩა. აი მაშინ დღეს არ გაიხო. კარგი. გახახო. მია. ყოხოები დაგვიდნენ. ბადის შიგნით შედი. გობერი დაჭიკო. ბადის შიგნით ბნელა და შემეშინდება. მართალია. მართალი ვარ. ხო შუქი არ არის. არ არის. კიდე ციციანათელები დავიჭიროთ? ციციანათელები? დაჭირო დახამეთურან შეგვიძლია რატომ არ დავიჭირე? დავიჭირე. დაჭიკო. აგერი გასაიჭირე. დაჭიკო დაჭიკო. მაგრამ შევი თავისთვის როგორ უნდა მეკადრე რომ იქ გავჩერებულიყავით. ნამდვილად საშინელი ქარია. მე რა დაჭიქო, ახლა გვაქვს საკუთარი შახრი და შაშრულა აბაჟანა. თუგნაშენი მეგობრებით მოიყვანე და ვაბანაოთ ხოლმე. ამ შეთამაშოებს უნდა ვაბანაოთ. კარგი დასკო, დავიწყო. ჟუქი ჩააკ. გაუბერე! ჩიჩინათელები არიან და თვითონ რა ჩაუნდათ მაშინ ჩაქრებიან. კარგი დასკო, დამაძმე. დაჭიკო. ეხლა თუ დამეშიჟნა რო შევ დათხა გავგიჭრები. დავშვიდი. თუ გადავიქცევი, ისევ დებილი ვიქნები და ვერ დაგიჭირს. დათული ხარ ხო? რაიც. კვერი ჯირი. კარგად. დათხომე კვერი ჯირი არ მინდა? ხო, კაი. კვერი ჯირი ძალიან მიყვარხარ. დედი კოჩი მე დედი კოჩი მიყვარს მამი კოჩი მიყვარს შენ მიყვარ ხარ დედი კო ღმერთმა ის სწორი არჩევანი გააკეთა რაზი გაუბერე მართლა ჩემ ძმად რომ დაგნიშნა კარგი დასკო დაიძინე ღმერთი ყველას დაიფარავს თუ ჟუქს ამოარჩევს. ღმერთს ყველას ესმის და ყველას დაიფარავს. დაიცინე. დედიკოშიც დაიფარავს? კი.
რა შაფლავია ჩიჩინათერებისთვის. დაჩიკო მეჩვენა მითხრა რომ დედიკო უკვე მკვდარია და სამარხში ჭევს. სამარხში ჭევს ხო? გახსოვს ჩვენ საფთან ახლოს რა სასაფლაოა სწორედაც მან დაიწყო საფლავებული დაჩიკო რატომ ყვდებიან ჩიჩინათერები არ შემალე არ ვიცი არ ვიცი დას ფერმერი საჭმელს ვერ აღმოაძლევს რატო ხო ხდიდი მოგობა გადავუხალე და ვუთხარი რომ სხვა რამის ვწდივი მე იქ ახარ დავბრუნდები კარგი ხო რა საკეთებ მაჯვანე ჭად და ყველი უნდა ჭამო და დიდი გოგო უნდა გაიზარდო. აცარი. დაჩიკო. ჩემს მოჩენს რასჭი? ცივა. არა თითქოს მიბღუიებს. აუ ნახავ რამე საჭმელი. საჭმელი გველეო და ჩემს დას თითი დღე უფრო შევდება. მენი. დასკო იდგა იქვე და ტირილი დაიწყო. იმის მაგივრად რომ ფერმერს შევწოდებოდით. პოლიციაში დარეკა. მე წამიყვანეს. მაგრამ ჩემი და იქ მარტო დარჩა. სიბნელეში. მარტო პოლიციაში კიდევ კარი მარტივად გამომიდეს დადი გოგიტი ვარამე არა ავეგი მივიყო და ნემის გაგიკეთე დადი წავდი სახლში
ვიყიდით. დასიკო. დადიკო, წყალი მინდა. ეხლა ბოლო დროს გამონაყარი გავხშირდა. მდინარის წყალი მისგან საზიანებს. ცუდი კვების გამო დასუსტებულია. მუდამ დიარეა აქვს კვების ნაკლებობის გამო. თითქმის ენერგიაც აღარ აქვს. ჰალუცინაციები აქვს. დედას იშვიათად ახსენებს. მამასაც. არეულობა რომ იწყება სახლებში ვიპარები და საჭმელს ვიპარავ. მაგრამ ეს ძალიან არ მოეწონება არც დედას და არც მამას. ამიტომ აღარასდროს ვიზავს გავს რაღაცას. შიერი ვარ. ძალიან შია. დასიკო. რას შეჭამ? დადიკო. ჯახვიდა პური მინდა. ჟოპი მინდა. კამპიუტერი მინდა, ნატინი მინდა. კარგი, წავალ და რას დაგში დავხარჯევ? არა. დადიკო არ ჩაგვიდე. არ მისია დადიკო, არ მისია მოდი არ ჩაგვიდე. ნუ ნერვიულობ. წავალ პურს და ძერს ვიყიდე. კამპიუტერსაც. და მე გპირდები რომ აღარასდროს დავხტოვებ. ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები. პირდები. ჩემი ძმა ბანკში წავიდა. ემედო დედიკოში ყველა ფული რომ აეღო და ჩვენთვის ბევრი საჭმელები ეწვიდა. რომ მოვიდა შონმას ამბობდა ომე წავაგე დავმარცხდი წავაგე ვერ გავიგე ომი როგორ უნდა წაგვანო დავმარცხდი. ჯარისკაცი დაბრუნებული. ახლა მამაჩემის მკვდარია? ახლა მამაჩემის მკვდარია? დასიკო, ახლა მამაჩემის მკვდარია, ჯანდაბა! ხმერთ რა დაწყელოს ეს გაუგებრობა. ვინც ეს მოიგონა და ვინც ამას ემხრობა ისიც დაწყევლილი იყოს. რა საჭიროა საერთოდ? რა სარგებელია ამაში? რატომ ხდებიან პატიოსანი ადამიანები, მკვლელები, სხვისი დავალებით? და რატო ეწირება უდანაშაულო ხალხი ამ პატიოსანი ადამიანების ხელით? მაპატია დასიკო. დავიგვიანე.
ეს რა არის? პირში რა გიდევს? სკამფეტები კი არა, ქვა! შენ სულ გაგიჟდი? შენ საყვარელზე ახლა კურს მოწმა. მართლა მაგზე გასიჯი ჭამე ხო გემრიელია აი გამომართო ფიამე აი ჭამე ესე ხო ჭამე ხო არა არ დაიცინო წავალ სულს გავაგიტო არ დაიცინო ხო ჩემს დას აღარ გახვიძებია Don't look like the broad daylight. You don't feel right to me. If you were the right ways, you come in first place. Then right is all you could believe. I was
ერთად გაიპარებით ტასიკოს და დათიკოს სცენაზე და ლუკას სცენაზე ვთხოვდა ყველას, რა თქმა უნდა. აპლოდისმენტებით. ველოდებით ყველას. გოგოებო მოგზავნე. მოკლედ შევეცდები დავიწყო. პირველ რიგში რომ ომი ყველაზე მეტი როგორც არის ტრაგედია და საშინელება სამყაროში, ამაზე ალბათ განსხვავებული აზრი არ არსებობს. და ის რომ ზოგადად ჩემთვის პირადად მეორე საკითხი დედაშვილობის თემა კიდევ მეტად სენსიტიური თემა გახლავს. გარდა ამისა, მე მხოლოდ კარგი მინდა ვთქვა, დადებითი ვთქვა, შევეცდები თავი მოუყარო. ლუკა, მადლობა დიდი, იმიტომ რომ სულ ველოდებით ხოლმე არტ დრონის სპექტაკლებს ძალიან ემოციებით, შთაბეჭდილებებით და დღესაც ზუსტად ეს შთაბეჭდილება და ემოცია მაქვს მე პირადად. მადლობა ამისთვის. დათიკო ისეთი მართალი იყავი, რომ არ ვიცი, ძალიან მართალი იყავი და მადლობა. რაც შეეხება თოტინე, ჩვენი გოგო გაიზარდა. წელს ის აბარებს და მე მინდა გისურვო, რომ შენ როგორც გინდა იქ და სადაც გინდა იქ მოხვდი. გამარჯვებებით და წარმატებებით. მადლობა. ახლა კი გადავინაცვლებ ჩემს ძვირფას ჟიურთან და ზვიად გთხოვთ. მოყვებინოთ. ჟიურის დასახელებაზე იქიდან ეწყებდა მე რატო გამოვიდა. მშვიდობა მოგცემთ, დიდი მადლობა. რატო გვატირებთ რა გინდათ, ვიყავით ჩვენთვის წყნარად, ეგრე არავის არ უშავებთ. ძალიან კაი კაცი ხარ შენ. გაქვს ისეთი ხედვები და ისეთი მიზნები, რომელი მიზნებისკენაც ნელ-ნელა და მყარად მიდიხარ და მე მინდა ბედნიერება და წინსვლა გისურვო ამ მიზნებზე. მიზნების განხორციელებაში თქვენ ყველანი მახსოვხართ წინა წლიდან და მართლა გაზრდილები კი არა, არაჩვეულებრივები ხართ. შემოგევლე მე შენ ძალიან მიყვარხარ. იცი და მინდა რომ ბედნიერება და ჯანმრთელობა გისურვო და წარმატებები გისურვო. თქვენ პატივცემულო ყველაფერი კარგი, რაც შეიძლება იყოს ჩამოყალიბებულ სპექტაკლზე, თავისი დასაწყისიდან დამთავრებამდე, თავის ფინალიან სხვანაირად ვერ ვიტყვი ახლა მაგას პაკოლონია ახლა. პაკოლონიანად ყველაფერი იყო ისეთი, როგორც სრულფასოვან სპექტაკლში შეფერება და რაღაც ისეთი სპექტაკლები წამოვიდა, რომ გადაწყვეტილებების მიღება სერიოზულად გაგვიჭირდება. მოგცემთ ერთი რომ მეც მიჭირს ახლა. საღამომშვიდობის მეგობრებო, მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. თქვენ კიდევ გილოცავთ ბავშვებო პრემიერას. ლუკა, მინდა მადლობა გადაგიხადო. შენ ზუსტად ფესტივალის შემოთავაზება სიყვარულზე გაგეკეთებინა სპექტაკლი ზუსტად გააკეთებ. რამდენად და უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ მეგობრებო, ხო ვნახეთ ის საშინელი ცხოვრება ამ ბავშვების და ის დღეები, საშინელი დღეები გაგვახსენეს მათ. მიუხედავად ამისა, აი სავსე იყო სცენა სიყვარულით და სითბოთი. მე ეგეთი გრძნობა დამრჩა აი ამ ბავშვების ძმის ზრუნვაზე, ამათ სიყვარულზე იყო გაჯერებული სრულიად ეს სცენა და მადლობა შენ ლუკა. რა უნდა გითხრათ, განებიურებულები ვართ არტ დრონის სპექტაკლებით, სოფომ თქვა, ჩამოყალიბებული მსახიობები ხართ. მადლობა თქვენ და წარმატებები. ძალიან კარგები ხართ. ყველას მართლა ძალიან მიჭირს, მე პირველად ვარ ამ ფესტივალზე. ერთი რაც შემიძლია გითხრათ, ანახეთ ეს სპექტაკლი მსოფლიოს და ომი აღარ. ასიკო, არ ვიცი. გაგეხუტები მე.
ჩაკოთილოზე ცოცხალი რიგია. მოგესალმებით. მართლა ძალიან ემოციური იყო და მადლობა. ხო, ძალიან. მადლობა თითოეულ თქვენგანს, მადლობა ლუკა ამ ფიქრისთვის, ამ ტკივილის კიდევ განახლებისთვის. უბრალოდ ეს ირადაც ჩემთვის ასიკოს ბავშვური ლაპარაკი ჩემთვის არ იყო მისაღები. ირადაც ჩემთვის, ახლა შეიძლება სხვა ჟიურის წევრისთვის, მაყურებლისთვის მისაღები იყო, მაგრამ აი რაღა თვითონ ატმოსფერო და გრძნობათა ბუნება იყო აი ბავშვური, მაგრამ აი ბავშვური ლაპარაკი ჩემთვის არ იყო რა და რაღაცებში აი მინდა გულწრფელი ვიყო და მანამდეც ვიყავით ახაც გავაგრძელებ ასე ხელი შემიშავა. ისე ძალიან დიდი მადლობა. საღამომშვიდობისა, ეს ის შემთხვევა არის მართლა, როცა აი ისეთი ემოციები იყო და მაქვს მეც რომ მიჭირს ლაპარაკი. მე შარშან როდესაც უყურე თქვენს ნამუშევარს, იქიდან მოყოლებული აი ჩემთვის მოვინიშნე ლუკა, რომ აი რაღაც სამომავლოდ აი ეს ახალგაზრდა კაცი, რომლისგანაც უნდა ველოდოთ ბევრ საინტერესო რამეს და წელსაც რომ გავიგე რომ მონაწილეობდა, რაღაცა გრძნობდი რომ კვლავ მოგვაქცევდა აი იმ ფიქრის, იმ ტკივილის სივრცეში, რომელიც მისთვის არის ძალიან ორგანული, მისი სამყაროა და რომლის განხორციელებაშიც ესე არაჩვეულებრივად მონაწილეობენ აი ეს საოცარი ადამიანები. მადლობა თქვენ ამისთვის. პირადად ჩემთვის აი რო გითხრათ სიმართლე შემაძრწუნა აი იმ სისასტიკემ, რაზეც არის ეს. იცი როგორ მასისასტიკემ რა ინახე უფროსები, აი უფროსი თაობა, ხო აი უფროსები, ვინც ამ ომს ქმნიან საერთოდ. თითქოს არიან აი იმ გახევებული, აი ეს ფიტულების სახით, მართალია ისინი მშობლების სიმბოლოები არიან, მაგრამ აი ჩემთვის მე ესე წავიკითხე, რომ აი ეს გახევებული უფროსი თაობა, რომელიც იწყებს ამ ომს და ანგრევს და რომელიც მუდმივად აგებს ამ ომს, იმიტომ რომ შეუძლებელია ომში ვინმე მოიგოს, როცა ბავშვები კვდებიან და იხოცებიან. ხო და ესეთი შემზარავი იყო, მაგრამ შემზარავობისთვისაც არის ხელოვნება იმისთვის, რომ კიდევაც შეგაძრწუნოს და მე ამ ტკივილმა უნდა გაგანათოს. ხო და აი რაღაცა მომინდა რომ აი გარდა იმ არაჩვეულებრივი მეტაფორებისა და ამ ციცნათელებისა და იმ საპნის ბუშტებისა და აი იმ ჰაეროვნებისა, რომელიც შემოგქონდა, რომ რაღაცა პატარა სიმსუბუქის ნიავი ყოფილიყო და აი ამ ბავშვების, აი ამ ბავშვური სამყაროს გაცოცხლებისა, მომინდა რომ რაღაც თითქოს სადღაცას აი ვიღაცა ერთი უფროსისგან მაინც ყოფილიყო, აი შეღავათ, აი რომ ვიღაცას მაინც ხელი გაეწვინა ამ ბავშვებისთვის, მაგრამ რა ხან ესე გადაწყვიტე, ესე იგი ასე ხედავ ამას და ვიზიარებ შენს პოზიციას ლუკა ძვირფასო და ჩემთვის ახლა ამ ბავშვების სახით გაცოცხლდა ყველა ის ბავშვი, რომელიც დღეს შიმშილობს ომის გამოთ და არა ცუდი ადამიანების, ცუდი უფროსების გამო საქართველოში და მთელ მსოფლიოში, უკრაინაში, პალესტინაში და რა ვიცი, ყველა იმ ადგილას, რაც დამწეს ცეცხლი უკიდია. ხო და მადლობა ამ ტკივილებისთვის და გისურვებთ ბევრად უფრო ლაღ ნდობით სავსე სამყაროს, რომ ყველას ერთმანეთი გვეგულებოდეს და გვიყვარდეს და რა ვიცი, დიდ წარმატებებს და მე მუდმივად ვიქნები თქვენი გულშემატკივარი. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა, მოკლედ გადავიდეთ ახლა მხიარულ ნოტაზე და თხოვთ საერთო ფოტო და ლუკა რამის თქმა ხომ არ გინდა? ვიცოლა შენის ნომერი და მე მადლობა მოგზაურობისთვის ბოდიშით, იმიტომ რომ სენსიტიურია და მესმის, მაგრამ ვფიქრობ ომს ძალიან ბევრი მხარე აქვს, რასაც გამართლება არც ერთ მხარეში არ აქვს, მაგრამ ეს ის მხარეა, რომელიც ჩვენთვის არ ჩანს, ჩვენთვის უცნობია ის მხარე, რაც გრძნობენ გმირების შვილები და რაც ცხოვრებას გადიან.
ჩემთვის, ჩვენთვის, ჩვენი თეატრისთვის ყველა ომში დაღუპული ქართველი ვაჟკაცი გმირია და ამ სპექტაკლით და ზოგადად ჩემი ნამოღვაწარით მინდა გვახსოვდეს ყველა გმირი და ყველა ქართველი, ვინც ომში იღუპება სამხედროდ. მადლობა. მადლობა თქვენ. მოგზაურობთ. ეს ხალხი სულ ყველა მაგისაკუთრებია. ეს მიოცებს გადავიღოთ არა? აი ჩამოვიფარე. ვერ. არ გამჩერებია და მიდი. ეხლა გოგო. აი აღარ ჩანს არაფერი. აი. ბავშვებო აქ იყავ. მე ძალიან როლებში შევიჭერი. Selfie და კამერა. ძიაღო. აი ბუდე. გილოცა. როგორც ყავზია შენ. კარგია, მე რამდენიჯერ უნდა მათიო. ოხედა დედა ჩემო სოა არ მოდი. კარგი იყო, აღარ შემინდა ნოტილი. ეხლა გაგვაცით. გაგვაციოზე ტრაგიკოსი. არა იყავს მე. ბატონი რეჟისორი დავაფიქსირო. დაიყენე ერთი დრო გადაგიღო, ცოტა უკან წადით სცენისკენ. აი ბატონი რეჟისორი. მერი მოდის. მერი მოდის და არ მოდის. მადლობა სოფია. დათასტურო ეწონა. მიხდი რამე? ტინეზე მოდის. და მოგიწევნა? და მე შენი ძმა ხო? თუ არა? ეს ჩემი დეიდაშვილი შვილი. დეიდაშვილის შვილი. ესე ჩემი დეიდაშვილი. მე რეცა კვერელია, საჭირო. დეიდაშვილი ვარ მე? დეიდაშვილი. კარგი მადლობა. მადლობა პირიქით შენ.
გადაგიღეთ უკვე, რო ეხვეოდით კაცო ერთმანეთს. ყელში ამოხვედით უკვე. აი. სხვასაც გადაუღე ხა და გადავიღე შენ არ შენც არ გადამიღია და მაგიტო შემოვტრიალდი შენთან. ეს ფერი როგორ გიხდება? ანა განათება ვერც კი წარმოიდგენე. კარგი, ნამეტანი შევიჭერი როლებში აღარ მინდა უკვე. მაგრამ სამახსოვრად კარგია. ისე ესწრებოდი. რატო ჩადებოდა ვიდეო? იცი რატო? იმიტომ რომ მე ვიღებდი თავიდან 4 კაცი და 4 კაცს ძალიან დიდი ადგილი სჭირდება და ადგილი აღარ იყო და მე გადავირთა ჩვეულებრივ HDMI-ზე. ეს რა ლამაზი. შეწყდა გადაღება. შუაში აი ოდნავ რაღაც პაწუკა, მაგრამ ძალიან ისეთი უმნიშვნელო, ну უმნიშვნელო რა ეხლა ძალიან ცუდად თქვა, უმნიშვნელო, მაგრამ სავალალო მომენტში არ გაწყვეტილა. ძალიან მაინტერესებს როგორ